ღმერთი ყოველივეს ხედავს. ყველგან იმყოფება. მის საშინელ სამჯაროზე როგორც გინდა ეცადო, ვერ დახმარა ვერც დის და ვერც პატარა საქმე შენსას. ამიტომ იცოდე, რომ მამამა შენმა ზეციურმა, რომელიც ხედავს დაფარულთა, ვისგანაც ვერსად ვერაფერი დაიმალება, მოგაგო შენ ცხადად. ყოველთვის უნდა ვემზადებოდეთ უფალთან შესახვედრად. ჩვენ როდის გარდავიცვლებით, არავინ არ ვიცი, მაგრამ ღმერთის წინაშე ყველა წავდგებით. როგორ წავდგებით? ეს არის მთავარი. აი აქ არის რა წერია, იქ ყველა ვერ შევა. თუ არ განვიწმინდეთ, თუ აღსარებლები არ ვიქნებით, თუ მაზიარებელი არ ვიქნებით, თუ არ განვიწმინდებით თავიდან ბოლომდე, პატრიარქმა ბრძანა ზეცაში წხდება, ვინ მარჯვენით დადგება უფალთა და ვინ მარცხენით, რომ დადგეთ მარჯვენით მამისა, რომ იცხოვროთ ისე როგორც უფლისთვის იქნება მოსაწონი და არა ბოროტისთვის. უფალი როცა შენთან არის, ნურაფრის თუ შეგეშინდება, ამ პარტავნები დავეცით, მიმართოთ სიმდაბლეს. ანგარებიანები ვართ, მოწყალენი გავხდეთ. სიძვას ჩავდი ვართ, უმანკოებით შევიმოსოთ. მრისხანერვი ვართ, შიმშვიდეთ მოვიპოვოთ. ნაყროვანებაი მარხვითა, შურის სიყვარულითა, სასოწარკვეთილება სასოებითა. და უფლის მიერ საყვარელო შევიმოსოთ იმ სათნოებებით, რითაც უფალს მოეწონება, რომ წარდგეთ ღმერთის წინაშე და გვაცხოვნოს. სიყვარული, სიხარული, შვიდობა, სულგრძელება, სიტყვოება, სიკეთე, სარწმუნოება, ყუდროება და მოთმინება. უფლის მიერ საყვარელო, ხშირად მithქვავს და ალბათ მანამდე სანამ არ განმიყვას უფალი და ამბიონზე გამოვალ, ყოველთვის ერთი და იგივეს ვიტყვი. შევიყვაროთ ღმერთი თავით გელი გული და სულით, მივენდოთ უფალს და თავი დავიმდაბლოთ. ქრისტეს მიერ საყვარელო, შეგვაძლებიოს უფალმა და დედა ღვთისამ, ღვთის წყალობის საზღაური ჩვენგან ყოფილიყო ჩვენი ჭეშმარიტი ქრისტიანობა. ვილოცოთ, ვაკეთოთ სიკეთე, ვიყვარდეს ერთმანეთი, გქონდეს სინანული, ვიყოთ აღსარებელი და მაზიარებელი, რათა ერთობით ერთითა გულითა მარაჯამს ვადიდებდეთ, მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, აზ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.